ჩვენ ისეთ გარემოში ცხოვრობთ, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობს დიდი ისტორიული მეგობრობა, ხო, რაღაცა გეოპოლიტიკური სიტუაციები იქნება, და ეს სიტუაცია არის, იმიტომ რომ ისრაელი არის ამერიკის ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში, რა თუნდა მას ლაპარაკი. და ეს სიტუაცია იმდენად, აი წარმოვიდგინოთ როგორ რეგიონში ცხოვრობთ, აი ეს მაგიტომ თქვი, რომ არაფერი გარანტირებული არ აქვს. არაფერი გარანტირებული არ აქვს და იმ დროს, როდესაც შენ გინდა რომ რაღაცა ხავერდოვანი რევოლუციები მოახდინო, ხავერდოვანი რევოლუციების პერიოდი დამთავრდა. აღარ არის ხავერდოვანი რევოლუციების პერიოდი, თუ სადაც მოხდება ხავერდოვანი რევოლუცია, იქ სახელმწიფოებრიობა ჩამოიშლება. ეს არის ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რა გეოპოლიტიკური მოცემულობაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თავარი რა არის? მთელი ჩვენი ეს 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში და დამოუკიდებლობის განმავლობაში ხდებოდა მიზანმიმართული სახელმწიფოებრიული სიმბოლოების აბუჩა დაგდება. მინიმალური აი ლიბერალური პოლიტიკის ის იყო დეკონსტრუქცია იყო, რომ აი შენ შეგელო პოლიციისთვის გეგინებინა, მაგრამ აბა NGO-ისთვის რამე ხო NGO-შნიკისთვის ან ჟურნალისტისთვის რამე გეკნა. გვახსოვს ხო იყო ის აღარ მახსოვს TV პირველი ჟურნალისტები იყო თუ ფორმულაზე, რომ ისე შეაგინა ერთ-ერთ ადამიანს და იმან რო დაარტყა. და რო უპასუხა. დარტყმაზე რო უპასუხა და არა, იყო კი. დაიჭირეს ის ბიჭი დაიჭირეს. ანუ მარში მოხდა. ხო. იყო ესეთი პრივილეგირებული ესე კასტა და ეხლა უბრალოდ რა ხდება? ეხლა ჩვენ გამოდივართ ლიბერალური პარადიგმიდან და ლიბერალური პარადიგმიდან გადმოსვლა რას ნიშნავს? მინდა უბრალოდ ავხსნო. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო საკუთარ სიმბოლოების მნიშვნელობას იბრუნებს. ანუ შენ ესე ხელაღებით უკვე რადგან ლიბერალი ხარ შეეჩვია 30 წელი ამ სახელმწიფო სიმბოლოების, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას, ესე აღარ იქნება. სახელმწიფო ძლიერდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება და რატომ ძლიერდება ესე ვთქვათ? იმიტომ ძლიერდება, რომ ამის გარეშე, ამ გეოპოლიტიკურ არეალში ძლიერ სახელმწიფო შეუძლებელია ჩვენ უბრალოდ გავიდეთ ეს კონფლიქტი, აი თუ რამეს გავს ეს კონფლიქტი არ გავს პირველ სოფლიო ომს, არ გავს მეორე სოფლიო ომს. იქ იყო მასშტაბური ესეთი კონფლიქტი. ეხლა ბირთვული სახელმწიფოების შემთხვევაში ეს კონფლიქტი გავს, იყო ესეთი ევროპაში ომი 30 წლიანი ომი. 30 წლიანი წერტილოვანი ომები იყო სხვადასხვა არეალზე ჩერდება, ძირითადად ეს იყო ინდოეთი, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია. აი ამ ტერიტორიაზე იყო მაშინ ოღონდ 30 წელი გაგრძელდა, სხვადასხვა სულ იცვლებოდა ეს კომბინაციები, მოკავშირე მტერი სულ იცვლებოდა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში, როდესაც მუდმივად შეიცვლება ეს და დამიჯერეთ, როდესაც ეს დამთავრდება, ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ რაღაც კარგ რაღაცას ჩავეწეროთ, ახალ სამყაროს წესს დავთავროთ. იმიტომ რომ ეს სამყარო, ეს ძველი სამყარო არ ახდენდა ჩვენ განვითარებას, ყველა ის სავაჭრო გზა საქართველოს გვერდისავლით ხდებოდა და ეხლა არის პოტენციალი, რომ ის ჩავერთოთ ის რაც დავით აღმაშენებლის დროის იყო, თამარის დროს იყო, როდესაც აბრეშუმის გზა გადიოდა ჩვენთან, როდესაც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა ჩვენთან, კვლავ დავიბრუნოთ ეს როლი და კვლავ მოხდეს, რომ ხმელეთის ამ შემთხვევაში როლი გაიზარდოს და ჩვენ თუ ამაში ჩავეწერებთ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ გავხდეთ ვიქცეთ, დავიბრუნოთ უფრო სწორედ ის რაღაც ოქროს ხანა, რაც ჰქონდა.